დღეს მაგარი დღეა, მეგობრებო, რადგან ამინდი გვიღირსა, კარგი ამინდია, თან ვიღებთ ძალიან საინტერესო ვიდეოს და მე მეტი რა მინდა, ჩემი მეუღლეც ჩემს გვერდით არის. როცა კარგი სტუმრები ყავს და ჭამასთან დაკავშირებულია დღიანი ვიდეო, რატომაც არ ვიქნები ამ ვიდეოში. განსაკუთრებით, როდესაც დღეს ყავს ახალი ავტომობილი სტუმრად ჩვენთან, მეგობრებო, Jetour T2, რომელიც მე პირადად ძალიან ბევრი მხვდებოდა უკვე ქალაქში. ალბათ თქვენს გექნებათ ნანახი და ძალიან მაინტერესებდა როგორია. ამიტომ იმოტორსმა გამოგვიგზავნა ცოტა ხნით და დღეს გვექნება ტესტის საშუალება. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. რაღაც ხმაურია? მე მგონი მუსიკა დამრჩა ჩართული. გავთიშავ და მოვალ რა. ქართველო საქართველო. და მეგობრებო, როგორც უკვე სიმღერით, ვიზუალურად და ყველაფრით thumbnail-ით მიხვდით, ჩვენი სტუმრები არიან გიგი და მარინა. გამარჯობა. გამარჯობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოახერხეთ დღეს ჩვენთან ერთად წამოსვლა. მიხარია კიდე იმიტომ, რომ იუთუბერებთან ესე ხშირად არ მინახავთ მეგონი. ხო და მე კიდე ჩვენ რამდენი ხანია გეგმავთ გიგი? კი. როგორ მიდის საქმეები თქვენსკენ? როგორ ხართ? საერთოდ რა ხდება? კაი ამბებია. მარი შენ სკენა ხდება, შენ გადავიწყო. მე ვარ მარინას მაყურებელი. მე პირადად ვარ აღფრთოვანებული, რა კარგად შეუძლია ნებისმიერი რამის, თუნდაც რაღაც შექმნა, თუნდაც უშუალო კონტენტი. იმდენად კრეატიულად აკეთებს ხოლმე, რომ მე მშურს ესეთი რაღაცა და ძალიან მაგარია რა. ძალიან სასიამოვნოა ეს. დიდი ხანი არ არის რა დაიწყე ესე აქტიურად კონტენტის კეთება 1-2 წელი? იცი რა, გადავედი უფრო ქართულ ენაზე. ქართულ ოკეი, ჩვენ მოხდა ქართულ ენაზე, ხო, ოკეი. იმიტომ რომ მანამდე უკრაინულად იყო სულ. სხვადასხვა ძალიან დასაფასებელია ისიც, რომ ქართულად ესე კარგად საუბრობ. მე მახსოვს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, მაშინ გზავრები რომ იწყებდა აქტიურად და მე მარინას ამბავიც გავიგეთ ციცისგან. მოკლედ მახსოვს ის თავიდან ამბები და მე იქ იმის მე მოკლედ ისწავლე ქართულიც და 15 წელი გავიდა. ამასობე კარგო. დაუმბერდი. 15 წელი გავიდა. პრეისტორიას ვიტყვი მაყურებლისთვის, რომ ქალბატონი ციცი გიგის დედა არის KPS კაპელის ხელმძღვანელი და მე ვიყავი ამ კაპელაში და ძალიან მიყვარდა ციცი და ციცისთვისაც ძალიან გამორჩეული ისეთი ვიყავი რა. დღეს ვნახე ვიდეო, ეს რო კაპელაში მღეროდა და ვაიმე ძალიან ვიცინე. ფილარმონიაში იყო რაღაც იუმორისტული კონცერტი და იქ შენ გამოდიხარ ეს სკეჩი არისო, დედაო რაღაცა სახში გასაღები სადარიო და ჩვენ კაპელას გვამღერებს გასაღები, კილოსეშა და რაღაცა ძალიან ისეთი. მანდ იყო ესე თქვა რაღაცა ჩვენი კროსინგი, კოლაბორაცია YouTube-ზე. სამრების გაკეთების. ეხლა მაინტერესებს სამზარეულოსთან თქვენი ამბები როგორ არის? თუ აკეთებთ სახლში საჭმელებს და ვინ აკეთებს? და ვინ მივირთმევს მე უფრო აქტიურად? და რა საჭმელებს აკეთებ? არაფერი არ გამომდის. მე ვარ უნიჭო. გამარჯობა, მოგესალმებით. მაგრამ პროფესიონალი ჭამელები ხო? აუ, კი. გენაცვალე. იგივე, მაგრამ დღეს დილით მაგარი ბუტერბროდის რეცეპტი ვაჩვენე ჩემ. აი ჩვენ მარინას რა არის? მარინა არის ნიჭიერი, მაგრამ ზარმაც. ეზარება. ანუ უფრო იძახებთ. ვიძახებ და ჩვენთან არის ასმათი ჩვენ. ან გეხმარებათ ადამიანი. ძიძა, ჩვენიც. ოკეი, ჩვენც მასე ვარ. ახლა უკვე ჩვენი ძიძა, რომელიც ძალიან ასნაური სიტუაცია. ჩვენც მასე დღეში ვართ ზუსტად. ფასტფუდებს თუ მივირთმევთ ხოლმე და აი თუ სტუმრობთ ხოლმე. პროფესიონალები ვარ. მე მაქვს ესეთი პერიოდი, რომ აი ორი თვე ვარ მკაცრ, როგორ მკაცრ დიეტაზე, იცი რომ აი შანსი არც ვიყურები იქითკენ ფასტფუდებისკენ და მე რაღაცა ხდება ჩემ ცხოვრებაში ნახევარი წელი ვჭამ და იმედია ეხა ის პერიოდი არ არის როცა თავს იკავებ და ჩვენ ძალით იმიტომ რომ ჩვენთვის აბედნიერო. ერთი დღისთვის გვაპატიებს აბედია. ხას გავუსვამ იმას რომ მეგობრებო არც ერთი ფასტფუდის მიერ ჩვენი ვიდეო დასპონსორებული არ არის. ამიტომ ცუდად არიქნებოდა. ცუდი არიქნებოდა. ნამდვილად კონტენტ კრეატორ მაინ. ნამდვილად არიქნებოდა ცუდი, იმიტომ რომ მე რამდენი წელი ამ ფორმატს ვიღებ და ჩვენ არავის არ მიგვიმართავს, მაგრამ არც თვითონ არ მოვკლავთ თავი. ამიტომ ძალიან თავისუფლად ვსაუბრობ ყველაფერზე. რავი, რაც შენ მაკდონალდზე და გაქვს გადაღებული. ყველა მაკდონალდსი მოიარო 24 წელი. ჩელენჯი მქონდა ერთ დღეში საქართველოში ყველა მოვიარე, მაშინ იყო 18. ნამდვილი მაკდონალდსის ფანი ხარ. ვიყავი, იცი, ამ ბოლო დროს უკვე აღარ. სანამ პირველ ობიექტზე მივალთ, იმიტომ რომ ცოტა საცობია. ურთიერთობების ამბებზე გადავიდეთ რა. თქვენზე ახალგაზრდები ვართ ოჯახურ რამბავში, მაგრამ 10 წელი გვიხდება ცოტა ხანში. თქვენ 15 რაც ხვდებით ერთმანეთს და პრინციპში პირველი დღიდან ცოლქმარი ვართ, ესე მგონია. ხო, ეგ. მაგრამ მეგობრობით დაიწყო თქვენ შემთხვევაში. არა, ეგრევე სიყვარულით დაიწყო. როგორ დაიწყო ისე? ესე იგი love at first sight. წამებში.
სად შეხვდით, როგორ კიევში შეხვდით? ჩავედით მე ჩემი გასტროლებზე იქნებოდი უეჭველი? ერთ-ერთი გოგოს დაბადების დღეზე ჩვენი მეგობრის და იქ მოვიდა მარინა და ვისთან ერთად ვიყავი მე ერთ-ერთ ადამიანთან ერთად იმამით ხარ რომ ესო არისო 20 წლის იყო მაშინ მარინა ესო არისო კიევისო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფოტოგრაფია და ძალიან შემიყვარდა ეგრევე მაგარი რეკლამა გამეკეთებია ის გოგო ვისთან იყო გიგი მადლობა მას ორი დღე რაც ვიყავით სულ ერთად ვიყავით და მან გადაწყდა ხელი მოეწერა რომ ჩამოვედით მე იყო Skype და ორ კვირაში უკვე მარინა ჩამოვიდა და იმის მერე სულ კვირაში ერთხელ ართ დღეში ერთხელ ან მე მივიდიოდი კიევში ან მარინა ჩამოვიდა თვითონავში ცხოვრობდით რა სულ განსხვავებულები ხართ ერთმანეთისგან აი მე და თეოს შემთხვევაში რაღაცეებში ძალიან განსხვავებულები ვართ მაგრამ რაღაცეებში მაგრად ვემთხვევით ეს უფრო აქტიურია, მე უფრო მშვიდი ვარ, ეს უფრო ფეთქადია, მე უფრო რაღაც წყნარი და ნაძანტი, მაგ მხრივ და აი მაგაში ვერ ვეთხოვით ხოლმე და სულ მაგაში დეკა მიდის, ამიტომ თქვენი დინამიკა როგორია, ეგეც გვაინტერესებს. ჩვენი როგორია? მე მგონი ძალიან შეხმატკბილებული გავართ შეხმატკბილებული ცოტა რთული სიტყვა არის. უფრო ანუ ხასიათი თითქმის იგივე გვაქვს და გიგი ვაბასებთ ერთი და იგივე რაღაცეებს. ის უფრო მეც ზარმაცი ვარ, მაგრამ გიგი არის უზარმაზი. შენ გჯობნის. მე მაჯობებს. ბავშვების მერე რა შეიცვალა ოჯახში? ჩვენ ურთიერთობებს მე-5 წელს გაგვიჩნდა ლიზი. და ის პერიოდი რაღაცა ძალიან თავისუფლები ვიყავით, სადაც გვინდა დავდიოდით. დაგვშიტინებ რაღაც ჯიგრურად. რაც გვინდა ვაკეთებდით და ძალიან ისეთი კარგი პერიოდი იყო, მაგრამ ლიზის გაჩენამ ბევრი რაღაცა უფრო განამტკიცა ჩვენი ურთიერთობები მე მგონი. პირველზე ისეთი არა, მეორეზე მე მგონია რომ ცოტა უფრო გაგვიჭირდა სავით. მაგრამ რა თქმა უნდა, აი საერთოდ ახლოს ვერ მიდის, აი როტადო სასტორზე ის ბედნიერება და ის რა ვიცი სიხარული და ყველაფერი რაც შეიძლება ბავშვის გაჩენას მოყვეს ოჯახში. მოვედით ამასობაში კი. მოვედით McDonald's-თან. პირველი McDonald's-ი გვაქვს? ერთი გამბურგერი თუ იქნება, როგორ ეხა მაგაზე იდეა მაქვს ესეთი. შეგვიძლია ვცადოთ გამოცნობა რა იქნება და ვინც გამოიცნობს იმან გადაწყვიტავს მერე ვინ რას მიირთმევს. კი ბატონო. რაც შეეხება ჩვენს ჯეტურს როგორ მოგწონთ ჩვენი მანქანა ამ შემთხვევაში. ძალიან მომწონს ფოტოშოპი. მე სამწუხაროდ არ ვარ მძღოლი. არ დადი ხარ? არა, მაგრამ ვარ მძღოლის ქმარი და არ გითხრათ უბრალოდ წინა მანქანამ რა შეუკვეთა და ზუსტად იგივე რომ გაგვიმეოროთ შეკვეთაში. ოღონდ არ მითხრათ რა არის შეკვეთაში. ჩვევაში აქვთ და ძალიან უჭერთ ხოლმე რომ არ თქვან. ხანდახან მეუბნებია ხოლმე. მადლობა. უკვე გიცნეთ. არა, ესენი აქ როგორ გწნობენ იცი McDonald's-ში, Wendy's-ში ყველგან. რო დაგვინახავენ ხანდახან ჩემთვის რომ მივდივარ ხოლმე, მაშინაც არ მელაპარაკებიან. გამოიცანით ეხა, ჰე, თქვით, მე ვამბობ, რომ ამ ადამიანმა შეუკვეთა შივრები ჩანონ. 2 ჩიზბურგერი, ვისი უფრო ახლოს იქნება? Big Mac menu. Big Mac-ი მაგარია. მე Big Tasty მიყვარს და რა ვიცი, გონია რომ ყველამ თავისი რაც უნდა ის რო თქვა, რეალურად კი არა, თეო მე ვარ შემჯარე ახლა Mac Fresh-ზე. ოკეი. დაგისინჯეს, ძალიან კაია. გამარჯობა, არ გამიმეოროთ თუ შეიძლება, უბრალოდ გადავიხდი და არ მითხრათ რამდენია. რა ხდება კარიერაში? კარიერაში ეხა ჩავწერეთ სიმღერა, გამოვუშვით მალე კლიპს. აუ, რა საინტერესო პროცესია. აი მე შურს უბრალოდ ესეთი კრეატიული საქმე როა და დაბადებიდანვე რო გამოდის, აი არაფრისგან რო ქმნის სიტყვებს, ლექსებს, მერე მუსიკას რო ახამებ და მერე ეს ყველაფერი უნდა შეკრა კლიპით. დაიცა, რა თქვი გიგი ვერ მოგისმინე, მაგდონალდზე ვფიქრობდი ბურგერზე. ანუ ახალზე მუშაობ რა? კი. და ერთ ახლა ერთ თვეში ვიდა რომ გამოვუშვათ კლიპს იღებენ ესე იგი. ანუ არ სიმღერა ჯერ არ არის გამოსული, არის ის ხალხმა. არა. მაგრამ ჩაწერილი არის უკვე დასრულებულია. მე რაღაც არ მომწონს და აი გვაქვს 2 მისამდე გვაქვს ვადა რომ რაღაცები შევცვალოთ რა. ეგ სიმღერა არის კირას საყვარელი სიმღერა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა ხოლმე მანქანაში. ეგ სიმღერა ხო, ძალიან ისეთი გამოვიდა. როგორი იყო ისე აი საიდან მოგივიდათ დაემთხვა ხო? სულადად მაგ ტაიპს. რო წერდი მაგ სიმღერას რო დავწერე რაღაცა არ ვიცოდი გამომეშვა არ გამომეშვა და მე უცებ გავიდან ჩვენები რა მარტში რო გავიდა 26 მარტს და მივხვდი რომ მაგაზე დამთხევა იყო. მე რატომ მეგონა რომ სპეციალურად მაგისთვის შეიქმნა. ისა რამდენი ხანი ჭირდება ხოლმე მთლიან პროცესს გიგი? შეგორ არის შეიძლება ერთ დღეში გააკეთო და შეიძლება წლები ვერ გააკეთო. ვაუ, რაღაც საინტერესოები მოდის. Happy Meal. ვაუ. Happy Meal. მადლობა. მადლობა. Happy Meal გვაქვს. ვაუ, რა მაგარია. სტუმრებო. ვერავინ რო Happy Meal არავის რო არ უნდა და ეს თქვა. ეხა რა მე მგონი ძალიან კაია. ეხა რა ხდება და შეგვიძლია დავიშეაროთ? აუ, კარგი, რა fish burger. აუ, ხორმე გადავედი. ვინმეს უყვარს fish burger-ი? თურმე. კიდე რა გვაქვს? Craftis
საჩუკარი. ძალიან კაია. ეგ ყველაფერი. და ნაყინი ძღვა ჩიზბურგერი, შენი. გამარჯვებული ვარ. და საშუალო ფრი. გიგის მოადგან ერწყვები და ჩიზბურგერს მევჭამ. არა, კაცო. სასტრაფოდ შემდეგ გავდივედი. წესია. რა გვაქვს? ვენდისში შეგვიძლია აქვე გავიაროთ, მალევე რომ მივიდეთ რომ არ დავჩეთ შივრები. გიგის შევაწყვეტინეთ საუბარი გეგმებზე. აი ეგ არის ჩვენი გეგმები, კიდე ეხა ახალ პროექტზე ვმუშაობთ. 11 ივლისს გვექნება შუაგულში, ეხა მონოხოლში დავუკარით და მერე გვექნება 5 კონცერტი ბათუმში. მარი, შენ? ნანი არა გვეწყლის. მექნება უკრაინაში ფოტოტური. ხშირად ჩადიხარ ხოლმე ეხა ამ პერიოდშიც უკრაინაში? უკრაინაში ვიხავი, აი ომი რომ დაიწყო, სამჯერ მგონი. სამჯერ ორი. მას შემდეგ. მაგრამ კიევში ერთხელ აი ჩვენ ერთად ვიხავით ამ ახალ წელს და ხო ცოტა ჩემთვის კივნეულია, იმიტომ რომ კიევ უკვე სხვანაირი დამხდა და ეს ცოტა ისეთი ძნელი თემა ჩემთვის. მაგრამ აი იმედი მაქვს, რომ ამ წელსაც მოვალ კიევში, ხო, ჩავალ. და მენატრება ძალიან. იმედია ეს ყველაფერი დასრულდება და მადლობა თეო, მადლობა. დაუბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს. სამუშაო მიმართულებით მიდიხარ ეხა ისე აპირებ? ფოტოტურებს ვაკეთებ. საქართველოს დაიწყო ფოტოტურები. პროექტი დაიწყო 2012 წელს. ეს არის all inclusive journey. ვაუ, ან ტრიპი არის, თან სადაც დაგეგმილი გადაღებები არის, არა პროფესიონალებისთვის, მაგრამ თუმცა ძალიან ბევრი პროფესიონალებიც მოდიან და ძალიან მოცოთ სიტუაცია. გამარჯობა. წინა ავტომობილმა რაც შეუყვეთა, ზუსტად იგივე გვინდა გავამეოროთ, ოღონდ რომ არ გვითხრათ თუ შეიძლება. ეს ხავა არის? ამერიკანა და წყალი. მადლობა. კაი, ფიშბურგერი შეჭა. დამიბრუნეთ ჩემი, დამიბრუნეთ ჩემი. არა, კიდე მივდივარ, კიდე არ. არ მომწონს ეს რა ფორმატი. დავედით სახლებში. ანუ ყველა სვანერად უნდა უთხრა ხოლმე. ყველაზე დიდი შეკვეთა ღეიდან, იმიდან რო იყო, ყველაზე დიდი. რა იყო ყველა დიდი შეკვეთა? ნახეთ, რამდენი ყავა დავიგროვდა. გიგის გამძლეობა იდესტება დღეს, უნდა ვთქვა, მაგრამ გამოვასწორებ, ეხა წავიდეთ შივრები დავტოვეთ ჩვენი მივირთვეთ საბუეის. საბუეი. სხვადასხვაის მე პრობლემა მაქვს საბუეისთან, რომ ხო გვეუბნებიან, რომ არ ჩიეო რა და ისეთ სისულელეებს ვირჩევ ხოლმე, რომ აი არასდროს გემრიებიან. ჩემნაირად არის. მართლა ბიჭო შეცეგრე ხა? თავიდან რომ გავიქრიე საბუეიზე გავბრაზდი, მე კი საჭმელი რო შეფესლოს მე ხო გავაკეთე. მაგრას დამაყენე, მე გრას მეკითხები. რომელი соуსი? ჰანი მასტარდი თუ სირაჭა თუ რაღაცა რა ვიცი. სხვათა შორის ჩვენც მუშაობთ ეხა პლატფორმას ვაკეთებთ და ამ ზაფხულს ალბათ დავლონჩავთ მიმართული content creating-ზე და content creating ეკონომიკაზე რა. ქართული ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებებზე დაწყებული, დამთავრებული საერთაშორისო გამოცდილებებით ძალიან ბევრ სხვადასხვა კურსებს და ინფორმაციებს საგანმანათლებლო კუთხით ვეცნობით და მოკლედ ვამუშავებთ და მე მგონი რომ ძალიან მაგარი სივრცე გვექნება, სადაც თუ ადამიანს უნდა პირობითად იუთუბერობა ან ინსტაგრამის, ან ტიკტოკის კონტენტის კეთება, რომ რაღაც ნებისმიერ ადამიანს თავის პროფესიიდან გამომდინარე შეეძლოს სოციალებში, ესე ვთქვათ, წარმატების მიღწევა ბევრად ადრე. ჩვენ გავიარეთ, ახლა 7 წელია ვაკეთებ პირობითად მე YouTube-ს და კონტენტს და შორტკათები რომ მქონოდა 2018-დან. მე მგონი ეგრე არის რა და შორტკათები რომ მქონოდა ცოდნო და რაღაცეები, ხო ხდება ბევრად მალე შემეძლებოდა რაღაცები და იმაგაც მან გამოსწორებას ვაგროვებ რა. პიონერები ხარ ქართული YouTube-ში. კი, ერთ-ერთი. კი, მე უფრო 2019 ინსტაგრამი. მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურებთ და რომ ამდენი ვართ და შეგახსენებთ რომ გამოიწერეთ არქივი, ვისაც არ გამოგიწერიათ. სხვადასხვა ვიდეოს აღწერაში იქნება ყველას ინსტაგრამი. და ჩემი ზაურების YouTube-ი გამოიწერე თუ შეიძლება და რატო? აბა 83564 კაცი ყავდა. 100,000 უნდა არის მალე. ლაკი მინდა რომ ბავშვებს ვაჩუქოთ აბა. მეგობრებო, ეს თხოვნა მოდი შევუსრულოთ აუცილებლად მეც შევალ აუცილებლად ახლა მგზავრობ. შეგიძლია თქვენი ახალი წამოწყების შესახებ ინფორმაცია, რომ გამიზიაროთ. იმიტომ ბევრი ტიზერი ვნახეთ და რაღაცა launch party-ც იყო, გავიგე. კარგი ამბები იყო. ასკინკილა გავაკეთეთ ჩვენ და ჩვენმა მეგობრებმა, ორმა ოჯახმა გავაკეთეთ, ჩვენმა ოჯახმა და ქარდავების ოჯახმა. ჩვენი შვილები არიან კლასელები და მივხვდით იმას, რომ რა მაგარია ეგეთი ბიზნესი. ეგეთი ისტორია გვაქვს.
მივხვდით იმას, რომ ჩვენ სადაც ცხოვრობთ იღვის მასივში რა, აი მაგ არეალში არ იყო ამ ტერიტორიაზე არ იყო ბავშვთა გასართობი სადღესასწაულო ცენტრი, ისეთი რომელიც მოგოწონებოდა ჩვენ და გემოვნებიანი, როგორც ჩვენ. ძალიან გემოვნებიანი ჩანს, სხვათა შორის ჩვენაც ვნახეთ. ეს ცენტრი გავაკეთეთ პირველ რიგში არა ბავშვებისთვის, არამედ უფრო მშობლებისთვისაც არ არის გადატვირთული რაღაც პროგრამები უფრო არის ხნარი შედარებით და სხვათა შორის ვიხავი ბოლოს სამსკინკილაში და გამოვიდა მშობელი და მითხრა რა მაგარია ხმა ბოლოს რო არ არის ხმალღალი მუსიკა ბოლომდე რო არ არის აწეული არ არის იმიტომ რომ ეს ჩვენი პირველი წესი იყო რომ ჩვენთან მუსიკა არ არის ხმა მაღლა ჩვენ ამაი გავხსენით ამას წინ უკვე ალბათ 1 წელი გახდება მალე იაპონური დესერტების კუთხე სადაც ვაკეთებთ ძალიან გემრიელ კასტელას ბაზარი ორბელიანზე ახლა პირველი და ბარემ ვიდეოში დავაანონსოთ იმიტომ რომ ძალიან მალე იქნება მალე გაიხსნება რუსთაველზეც მეორე ფილიალი იცი რა პატარა სივრცეა მაგრამ აი ძალიან საყვალად ვაკეთებთ რაღაც ესეთ ფერებში ისე ესა და რასთავარია გემრიელი ტკბილეული გვექნება აუ ძალიან მინდა რომ დაეგემოვნებინა გიგის და მარინას თქვენ ხომ არ გეჩქარებათ ძალიან მაშინ დავრეკავ დესერტზე რო გადავიდეთ რა მაგარია თან მაინტერესებს როგორ შეაფასებთ შეკვეთით არ იქნება იქნება ჩვენი შეკვეთით ეგ იქნება ჩვენი შეკვეთით და სხვას არ დაუჯერებთ იმედია ესაბოი დაიკეტა ხადაო ანუ იმდენი ხანია არ ვართ ნამყოფი გიორგი და ისიც ვერ მივხედი აქ იყო დრაივი რემონტი აი ხა პირდაპირ მივდივარ და ძალიან ბევრს მივირთვევთ მეგობრებო მე მაპატიეთ. ყველაზე საინტერესო იცი რა არის ხომ ყოველთვის ორი კითხვას რო უსმენ ხომ ხო იცი მომღერლებს და ზოგადად მუსიკოსებს რომ აი რომელი სიმღერა დაწერე და უფრო გაჰაიპდა ვიდრე გეგონა და რომელი დაწერე რომელშიც აი მთლიანი გულისული და ყველაფერი ჩადედა მაგრამ იმ ხელა გამოხმაურება არ ქონდა როგორც გეგონა. მოლოდინები. მეორედაც არის ეგ ძალიან ბევრი არის რომ აი ახლა ეს გამოვა და მაგრამ ამ დროს შენი სუბიექტური აზრია და შეიძლება რაღაცა თქვათ ვიდეოშიც ეგრე არის შეიძლება ძალიან ბევრი იწვალო აი სინემატიკ რაღაცა Avengers-ი გადაიღო და 50000 ნახვაზე გაიღინოს რა პირობითად და რაღაცა არის რომ ეს ამოიღებ TikTok ვიდეოს გადაიღე და ეგრევე გაქნევით თან კიდე არის ერთი შემთხვევა როცა სიმღერა უკვე არის ცხოვრობს რამოდენიმე წელი და მე გაფრინდება ეგ რა მაგარია ეგ ხა იცი ის შემთხვევა იყო შემიგვარდი შენ მართლა როგორ სიმღერა იყო 10 წელი პროფილი იყო მაშინ მაიასტენს გაცვა ვიყავი არავის საერთოდ აი არავის არაფერი მე TikTok-ზე ამოაყო შენ დაწერე ahead of time ქვია მაგას მაქსიმალური ერთი ვიდეოს თუ თქვენ ინახვა რამდენია სხვათა შორის ამ ფორმატის ვიდეოა მე მგონი 1,700,000 ნახვა მაგარი იკანათია იყო სტუმრად ერთ-ერთ პირველ ეპიზოდში რა იუთუბერები და კონტენტ კრეატორები მე მაგ ერთი პატარა ბლიცი მომზადებული კიდე ბოლოსთვის შეგვიძლია გავაკეთოთ სანამ დრო გვაქვს მოკლედ ესეთი რაღაცაა რომელი უფროს ვარიანტში გვაქვს რაღაც კონკრეტული საკითხები და თქვენში რომელი უფრო ვთქვათ და ჩვენზე ვიტყვით რა თქვენ ორში რომელი უფრო გულმავიწყია მე ძალიან მალე არ მახსოვს გუშინ რა იყო ოკეი შენ მეც მალე მავიწყდა მაგრამ მარინას პრობლემა აქვს მეხსიერებას დაკავშირებით მე იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენში რომელი უფრო გულმავიწყია მე მავიწყდება შეიძლება რაზე ვიყო გაბრაზებული მაგრამ სიბრაზე არ ავიწყდება ემოცია რჩება ხო მაგამ ბავშვი მე უფრო ალბათ ვითხოვდეთ და რომელი უფრო კარგად ართობს ბავშვებს მე მგონია გიგი იმიტომ რომ სულ ეგრე ჩვენ ოჯახში არის რომ მე ცუდი პრინციპი ვარ და გიგი კარგი ოკეი ბესტოფი გიგიზე აი მამა ეს იქნება 5 ცუდი მაგრამ ესეთი 5 ცუდი იქნება რომ ჩემი მთელი დღე ჩალიჩობა ავიცდება ბავშვი ზუსტად იმიტომ რომ ბავშვი იმ დღეს ბავშვი გამიყავდა და მამას რატო არ მივყავარ სკოლიდან ესე მიყურებ რატო მე და შენ სულ მანქანაში ვზივართო და რაღაცა დილავით ვერ მივყავს ხოლმე იცი რატო იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად რომ ყოველ დღე ერთად ვართ და მიმყავს ხოლმე აი ყველაფერზე ხო ვლაპარაკობ და ხანდახან არაფერი აღარ გვაქვს ხოლმე სალაპარაკო და რაღაც სხვა რაღაცებზე ვლაპარაკობ ხოლმე და მამიკოსთან ეს იხარჯება ხოლმე ახალ კითხვებს ხავს აბა მამიკო ეს ისე და ეს quality time რო აქვს აი ეს შეზღუდული აი სხვანაირად იყენებს ხოლმე რა და ჩემთან უკვე ბორინგია ცხოვრება რომელი უფრო კარგად ცეკვავს მე რა თქმა უნდა თუმცა გიგი ძალიან კარგად ცეკვავს მაგრამ მე კარგია ჩვენთან არა მე ძალიან ცუდად ცეკვავ შენ ვერან შენ ჩემზე კარგად ცეკვავ რომელი უფრო მეც სკროლავს მე
რაღაცებში გავართ. სამსახურია ჩემი რა გინდა? ჩემი პრობლემაც არის დამოკიდებულება მაქვს მე ზოგადად TikTok-ის მიმართ. ძალიან მიყვარს რა და როცა TikTok-ში ვარ, აი twins ვთიშავ და სხვანაირ დინამიკაში გადავდივარ. ვისვენებო რა, მაგრამ რეალურად ცუდი არის ძალიან ცუდი. საინტერესო კონტენტსაც ვიღებ და პლუს დასვენებული ვარ და სხვა რაღაც სისულელებზე აღარ ვფიქრობ და ხო, მაგრამ საქმესაც აკეთებს ხოლმე, ანუ არა მარტო თავის კონტენტს, ჩვენი სამსახურის, ანუ კოპტერტექის ამბები, თეოსთან რო გადადის, აი, იმდენ დოკუმენტში იქნება ხელშეკრულება, ინვოისი რაღაცა, გაუგზავნე, გამაის პროდუქტი ერთი გზაში რაღაცა. ყველაფერს ტელეფონით ვაკეთებ თან, იმიტომ რომ ოფისში არ ვზივარ ხოლმე იმდენი ხანი. რომელი უფრო მსუნაგია ღამით? რა არის? მე. სუნაგი აი ჭამა, ჭამა. ჭამის ჭამა ღამღამობით ჭამა მაცივრიდან. გაუყვარს. მე შემიძლია თქვა თამამად რომ მე გიგი ხო ალბათ. რომელი უფრო მეც ღიღინებს აბაზანაშიო? ეს ისეთი კითხვა. აბაზანაში ღიღინი ვის უყვარს? მე არ. ისედაც მე აკრძალულია ჩემთვის, იმიტომ რომ გიგი ვფიქრობს რომ საშინლად მღერი ვარ და სმენა არ გაქო თუ ხმა არ გაქო რა სამბო? არც სმენა არც ხმა, მაგრამ მიხვარს ძალიან და ვფიქრობ რომ ვიხო მომღერალი ძალიან მაგარი ვიხარ. ანუ ოქონთ იმინა ბიოცი ვიქნებოდი რა. ძალიან კარგი არის რომ ძალიან კარგი არის. ჰობი რა აქვს გიგის? კითხვა რა, ციგნას ვკითხულობ. მართლა? ენციკლოპედია. ესე ბევრად კითხულობს რომ ნერვებს მიშლის. აი მართლა. შენ რო სკროლვა რომ მიშლის მე რო სკროლავ ის კითხულობს ხო? ვაუ, ეგ რა მაგარი. მე ლამაზი ის ჭკვიანი. ჩემი კავშირი უკრაინასთან იყო ერთადერთხელ, სადაც მოვასწარე, skydiving როცა დავიწყე პარაშუტით ფრენა რა. ჩავედი უკრაინაში, იმიტომ რომ ყველაზე ახლო იყო და პლუს ადამიანები ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ რუსული არ ვიცი და ზოგადად უკრაინულიც რა თქმა უნდა არ ვიცი, ენა საერთო არ მქონდა დიდად ინგლისურად ვსწავლობდით ხოლმე, მაგრამ ამის მასწავლებელი იყო რამდენი წლის გიორგი? 67-ის გახდა ეს 67 წლის ქალბატონი, რომელიც ალბათ მასწავლა და ჩემთან ერთად დაფრინავდა, ჩემი ინსტრუქტორი იყო, ერთად ხდებოდით ხოლმე. და გაწვრთნილი ყავდა ერთ-ერთი ყველაზე ტოპ skydivers ზოგადად იქ და სოფლიოს დონეზე. კიევიდან არის? კიევში თხოვოს 10,000-ზე მეტი ჯამპი აქვს. Oh my god. მასწავლა მომამზადა, თან აი ბებიასავით იყო რა, აი შვილი-შვილივით რო გივლის, ხო ხდები, ესქენი, დამატრენინგა თეორიულადაც და მე ჩემთან ერთად ხდებოდა ინსტრუქტორი, როგორც ინსტრუქტორი, ეს ხელი ეკიდა გვერდზე და ერთად ხდებოდით ხოლმე. გამარჯობა. ერთი ქათმის ხარე ბურგერი რო იყოს, ერთი ბეკონატორი. მადლობა. ჩვენი გემოვნებით უკვე თავს მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენი იმედი არა ვარდო, თქვენი მენზე არა ვარდო. გაიძულეს. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი მივიღეთ აწი რაზეც გინდათ, იმაზე წავალთ და ვისაუბრებთ. 2 წამი ამოვისუნთქებთ, იმიტომ რომ დღის 3 საათი ხდება და პირველად ჭამს ჩვენი სტუმრებით და ჩვენს. თითქმის ჩვენს. დღეს მოკლედ ვუკვეთავთ ჩვენი გემოვნებით, მეგრე გამოდის. სხვათა შორის ახლა როგორც უკვე ვისაუბრეთ, რამდენიმე წუთში მივალთ ბაზარი ორბელიანთან, სანამ ჩვენი ახალი ფილიალი გაიხსნება რუსთაველზე და პირველად ნახავთ ამაის კასტელას დაგემოვნებას მარინასგან და გიგისგან და შეფასებას ველოდებით. ოღონდ პირობა მომეცით რომ ძალიან ობიექტურად რა. ეგ უფრო გვეხმარება და ეხმარება ადამიანს რომ მე რაღაცები გამოასწოროს. შევხვდით. ესე ჩვენი კორნერი და გაირკვარო თურმე ასკინკილას ძალიან გავარდ ბრენდინგი. გეუბნები ძა. შეხედე გიგი. ყურებს შეხედე. ჩვენი შეკვეთა მზად არის და შეგვიძლია გავეშუროთ. გავედი. რაღაცები წასაღებად, რაღაცები დასაგემოვნებლად. აბა მეგობრებო. მეც შემოვერთდები დამგემოვნებელთა საზოგადოებას. სასაუნიო. შუნებს გეფუძვები. მე სუბუქება. ეს არის უმაღლესი შეფასება. ოპა, ეს უკვე ხუმრობა არ არის. იო თავი შოკოლადით. მოგოებს უფრო პისტა უყვარს, მაგრამ ნახოთ აბა. უბრალოდ არ არის ეგეთი ფული რა. გეუნები. ამასობაში დაუბრუნდით მეგობრებო, დავაგემოვნეთ, ალბათ კადრებსაც ნახავდით და კრიტიკულ ფიდბექს რასაც ველოდი იმდენი არ მივიღეთ. და მადლობა. ჩვენ გინდოდა რომ მიგვეღო მე მეგონა რომ ძალიან აზვიადებდნენ, მაგრამ მართლა ყვავილები დარჟა და უბედნიერესი ვართ მეც და გიორგიც. მეგონი ბავშვებს უნდათ სურათი. გამარჯობა. თქვენი მაყურებელი. ეხლავე მადლობა. ლამაზები არიან. ეგ არის. მადლობა თქვენ. აბა თქვენიცი, მადლობა.
რა იციან მანქანაში უკან გიგი რომ ყავს გამოწვეული თორე. ზოგადად სიმღერაზე ეგრე ხარ ხოლმე რომ აი სიმღერა მოგბეს და ცოტა ხანი დასვენება გინდა ეგეთი არა. სიმღერას არ მიბეზრებ, იმიტომ რომ სიმღერა არ არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მაგრამ მანქანაში არ მაძლევს უთხრობა რომ მგზავრები მოусმინო. აი ეგ მაინც ხო არის რაღაცა. მაინც არის. რატო არის ისე კაი აქციაუნებს სამი ხმის მე იგივე მაქვს მაგაზეც ვქართ თეატრალური ამბავშიც რა ვქართ სცენაზე თუ გადამიღებენ რაღაცას ვერ უყურებ შემთხვევას. კაი, წავიდეთ ნელ-ნელა დღესასრულისკენ, მე მგონი ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. კი ბატონო. და ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე კიდე შეგვიძლია ვისაუბროთ სამომავლოდაც. პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ პირადად გაგიცანით. და თან ესე ოჯახით გავიცანით ერთმანეთი, იმიტომ რომ გულშემატკივრობდით. ერთმანეთს შორიდან და ზulis ერთ მანქანაში ჩავიკეტეთ ახლა ყველაფერი მოუყევით ერთმანეთს. და იმედი მაქვს რომ მოვახერხებთ და შემდეგ რაღაცა მიზეზი გვექნება და ახალ სივრცეშიც მივალთ. ხო, როგორც ჩვენთან ამაიში გაგვიტესტეს ჩვენმა მეგობრებმა. მადლობა ძალიან. გელოდები ჩვენთან ასკინგელაში თუნამია. კი, ასკინგელას აუცილებლად უნდა დავეცეთ ბავშვებით და გეგმებით. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა მეგობრებო, იმისთვის რომ უყურეთ ვიდეოს. ლინკები აღწერაში იქნება, მაგრამ ალბათ არ დაგჭირდებათ ეს ლინკები, იმიტომ რომ ყველა მიცით გზავრები და ყველას ძალიან გვიყვარს ეს ადამიანები, ეს გუნდი, რავი, მართლა ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება და ბევრისთვისაც ალბათ კიდე და უღრმესი მადლობა ასევე E-Motors, რომელმაც აი ეს ავტომობილი გამოგვიგზავნა და ესეთი კომფორტული გახადა ჩვენი ამ სიცხეში მოძრაობა. კიდე რაღაც საინტერესო გეგმები გვაქვს E-Motors-თან ერთად და იმედი მაქვს ცოტა ხანში გაგიზიარებთ. ყველას გელოდებით გამოწერის ხილაკთან და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს სტუმრებს და შევხვდებით შემდეგ ვუკვეთავთ სხვისი გემოვნებითის ეპიზოდში. დროებით. მადლობა მეგობრებო.